შემეცნებითი პლატფორმა ცოდნა G უკვე მრავალი წელია ბავშვებს საინტერესო, საგანმანათლებლო და გასართო პროექტებს თავაზობს. საიტი გამორჩეულია იმით, რომ სწავლას თამაშთან აერთიანებს და ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ცოდნის მიღების პროცესი სახალისო თავგადასავლად აქციონ. კილოცა, შენ გაიმარჯვე! პროექტის ავტორი და დამფუძნებელი ვახტანგ ჯინჯიხაძე იხსენებს, რომ იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მისი შვილი ირაკლი ჯერ კიდევ პატარა იყო. მას სურდა, რომ ბავშვს ქართული ენა მარტივად და საინტერესოდ შეესწავლა. დღეს კი ისინი ერთად ქმნიან ახალ ვიდეოებსა და ონლაინ აქტივობებს. მათი მიზანია, რომ ბავშვებმა იფიქრონ და აღმოაჩინონ, რამდენად საინტერესოა და მარტივია ცოდნის მიღება, როცა ამას ხალისით აკეთებ. ბავშვებისთვის გაკეთდა 33 მხიარული გადაცემა, ეს ჩვენი ერთ-ერთი პერსონაჟი არის ბეგო, რომელმაც მიიღო ამაში მონაწილეობა. მივიღება ვარ ძალიან კმაყოფილი. ხო, ძალიან კმაყოფილია, არის კიდევ ჩვენი მეორე პერსონაჟი, რომელსაც ნათია ხმიადაშვილი ახმოვანებს, არაჩვეულებრივი მსახიობი და რა იყო ახლა პრინციპი, რომ ბავშვებისთვის გასართობი ფორმით, რომელსაც თან სიმღერა მაქვს დაწერილი ამბანის ყოველ ასოზე, რომ ბავშვებისთვის ქართული ენის ამბანი უფრო გასაგები და უფრო მისაღები გამختارიყო და ამ ყველაფრის მერე შეუძლიათ ითამაშონ ირაკლის შექმნილი თამაშები. ამბანის სწავლის გარდა ბავშვები კიდევ სხვა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ, მაგალითად ასოგერა ღს სწავლის დროს ღრუბელი როგორი იქნება, იქ არის კიდევ ექსპერიმენტები, ნაჩვენები და ყოველი გადაცემა ამბანის გარდა კიდევ რაღაც დამატებით ბევრ საინტერესოს მოიცავს. ახალი პროექტია რამდენიმე კვირის წინ ჩვენ გავუშვით. ეს შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლის პროექტი არის მარტივი პროგრამირება ამ სახელწოდებით. ჩვენი სურვილია, ჩემი და ირაკლის სურვილია, რომ ბავშვებმა უაზროდ არ დაკარგონ დრო კომპიუტერში, მაგრამ აკრძალვით ამას ჩვენ ვერ მივახცევთ, უნდა შევთავაზოთ ალტერნატივა და არსებობს პროგრამა Scratch-ი და ირაკლი თავისი ვიდეოებით ასწავლის ბავშვებს ძალიან მარტივად როგორ გააკეთონ საკმაოდ საინტერესო თამაშები. თუნდაც რომ ითამაშონ ბავშვებმა, ეს შეიძლება აუცილებელი არის. ამით თან ცოდნაც რომ მიიღონ რაღაცა ცოდნა. და მე დამემკვიდრე თავში იდეა, იმიტომ რომ მე დაინტერესებული ვიყავი ბავშვებიდან ამ პროგრამირებით და მომივიდა ისეთი იდეა, რომ დავუკავშიროთ თამაშები სწავლას. საიტი არის ყველასთვის უფასოდ ხელმისაწვდომი. აქ არ გჭირდებათ არც რაღაც ფასიანი არ არის, არც რეკლამები არ არის. მე მაქვს ეს აკვიატებული, აი ესეთი აზრი, რომ ასეთი ტიპის პროექტები უნდა იყოს აბსოლუტურად განთავისუფლებული ამ ყველაფრისგან და მთელი აქცენტი უნდა გაკეთდეს ბავშვებზე. საიტს მუდმივად ემატება ახალი და მრავალფეროვანი პროექტები, რომლებიც ბავშვებს ცოდნის სამყაროში სხვადასხვაგვარ მოგზაურობას თავაზობს. სწორედ ასეთ სიახლეებს შორისაა სახალისო გრამატიკა, ინტერაქტიული და მხიარული სწავლების მოდელი, რომელიც ფილოლოგი ნინო გორდელაძის სახელმძღვანელოს მიხედვით იქმნება. ძალიან მინდოდა რომ ქალბატონ ნინოსთან ერთობლივად რაღაცა შეგვექმნა. ჯერ თავიდან ფიქრობდი რომ ეს იქნებოდა უბრალოდ თამაშები, რომ ირაკლის გაიკეთებინა რაღაც თამაშები და ქალბატონი ნინო ამაში დაგვეხმარებოდა. მაგრამ სრულიად შემთხვევით გავიგე ამ წიგნის არსებობა, ეს ქალბატონი ნინო არის ავტორი, ქართული ენა, მართლ წერა და მეტყველება. და იმაშინ დამებადა იდეა, რომ უფრო მასშტაბური გამختارიყო ეს ყველაფერი, გამომეყენებინა ის გამოცდილება, რაც მხიარული ამბანიდან უკვე არსებობდა პერსონაჟების და სახალისო გრამატიკა ამ სახელწოდებით მოკეთ გვაქვს 3 გადაცემა და 3 თამაში და იმედი მაქვს რომ ჩვენ ბოლომდე მივყვანთ ამას ყველაფერს გაკეთდა გადაცემები რომლითაც 5 წუთიანი გასართობი გადაცემებით ბავშვებს ძალიან მარტივად ვასწავლით იმ თემებს რაც მათთვის გრამატიკაში არის მნიშვნელოვანი და ნუ ვიტყვი რომ ეს არის ამ წიგნის და რა თქმა უნდა ქალბატონ ნინოს უდიდესი დამსახურება. სახალისო გრამატიკის გარდა დაგეგმილი მაქვს რომ კიდევ დაემატოს სახალისო მათემატიკა და სახალისო ბუნება. ანუ აქცენტი მინდა დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვებზე რომ გავაკეთოთ. სამომავლოდ მაქვს ძალიან ბევრი გეგმა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მინდა რომ რაღაცნაირად მთელი აქცენტი გავაკეთოთ ბავშვის განვითარებაზე, იმიტომ რომ აი ეს არაფორმალური გზები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ინტერნეტი განსაკუთრებით, ინტერნეტის გამოყენებით და კიდევ ერთხელ აქცენტს გავაკეთებ უცხოეთში მყოფ ჩვენს პატარებზე, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ გასავითარებელი პროექტები ეროვნული, აი ესეთი სულისკვეთებით რო იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი მიჯაჭვულობა და კავშირი ქონდეთ თავიანთ ქვეყანასთან.